რუსთავი II არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ბნელი წარმომადგენელი იმ დეკადენსის, ქართული ეკლესიის აბუჩა და აგდების, ეროვნული ტრადიციების შეურაცხყოფის საქმეში, რაც ნიადაგ გვესმის. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს, მასმედია უმკაცრესად უნდა გაკონტროლდეს, ეგრეთ წოდებული უფლებადამცველები უნდა ავაჭყილოთ და საქართველოს ჭინკების, ეგრეთ წოდებული თავისუფლების რეიტინგებში უნდა ჩამოვაქვეითოთ. მყრალი ლიბერალები, რომლებიც ჩვენს ერს ანადგურებენ. ჩვენი ერი სწორედ ლიბერალური იდეოლოგიის წყალობით არის გადაშენების გზაზე. ყველაზე გარყვნილი, ყველაზე უსინდისო, ყველაზე ბინძური ადამიანები სატელევიზიო ეკრანებიდან გამუდმებით შხამავენ ჩვენ შვილებს. მთელ ქართველ ერს და მათი პარპაში უნდა აღიკვეთოს. ჩვენ არ უნდა გვრცხვენოდეს ამის განცხადებისა, მაგრამ ეს შეუძლებელია მანამდე, სანამ ერის დეკლარირებული მიზანი არის ევროინტეგრაცია. ლევან ვასაძე. მოგზანდით, კაპან პირველი ამაჯობა. ნიკო შამო, როგორ აღარ მაიკო? ბიბლიაში იყიდება. ბიბლიაში? ბიბლიაში. უთო. Sandrino, mi кричи, пожалуйста, Sandrino. Ბიჭებო, მადლობთ. დავიკავოთ თუ შეიძლება ხაზზე დავზე. და ჩაიწია, ჩაიწიაში ყველაზე პატარა ნიკალა. ჯაბა დავიწყოთ. ყურადღებით, ლაპარაკი შეცდო. ლაპარაკი მორჩა. სორდით. სმენა. დილამშვიდობისა. ეხლა ჩემი ხოვნა, შედიან ჯერ გოგოები. წავიდა ბიჭები ნელა. არ გავდივარ. იკუჩა. სამლოცველოში ჩვენი ადგილი ვიპოვოთ, სამსგება, ლოცვის დროს. ყურადღებით, ვინც ლოცვას ვკითხულობთ, მოიციეთ აქეთ. ლოცვას ვინც ვკითხულობთ, აქეთ. ჯვარი გამოვისახოთ და დავიწყოთ. ურთხევლას, ღმერთი ჩვენი ყოვლად ვიեց და მარადის დაუგუნეთი უგუნისამდე. ამინ დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და მეუფეო ცეცათავ ნუგეშინის წემელო სულო ჭეშმარიტებისეო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა. საუნჯეო კეთილთაო მომნიჭებელო ცხოვრებისეო, მოვედა დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა მკვენ ჩვენ ყოვლისაგან ვიცისა და აცხოვნენ სახიერო სულნი ჩვენი. Shake me,
მხედრისაგან და ძილისა აღმადგინე მე უფალო გონება და გული ჩემი განანათლენ და ბაგენ ჩემი აღახვენ გალობა ჩვენ და წმინდაო სამებაო წმინდა ხარ შენ ღმერთო ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ ყოველად სახიერო უფალო გარდა მოგივლინე ჩვენ მადლი სულისა წმინდისა შენისა მომნიჭებელი გულისხმის ყოფისა და გარბაზლიერებელი ძალთა სულთა ჩვენთასა რათა ჩვენ ყურადღებელი გარდამოცემულისა ჩვენ და სწავლისა აღვიზარდე შენ შემოქმედისა ჩვენისა სადიდებლად მშობელთა ჩვენთას სანუგეშოდ ეკლესიისა და მამულის სასარგებლოდ მერთმა დაგულოცოს და გაგვაძლიეროს ჩვენთან არს ღმერთი. არც დაიყოს ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად მერთმა დაგულოცოს და გაგვაძლიეროს და მშვიდობით გვატაროს. ეხლა ვისხუროთ ნაკურთხი წყალი და მშვიდობით წავი. როცა მიცა. ნუ არ თქო. მერთმა დაგულოცოს. მერთმა დაგულოცოს. გაიგეთ სარა თოմეთი აღარდა მე კიდე მოდი. ჯوارის და სემოდენ. ნამდვილად კარგი სკოლა. ძალიან ბევრ რამეს იცოცხლე. ახლა მე ორი ბიჭი დიდი მყავს, სტუდენტები დაამთავრა, ერთმა დაამთავრა, მეორე წელს ამთავრებს და პატარა მე-11 კლასშია და პატარას ელავარკიცური თვისება აქვს. ის ამ სკოლამ გასარდა, ის პატარა. ეკლესიაშიც დადის, ეკლესიურად ცხოვრობს. მასწავლებელს შეეკამათა, რომ სკოლაშიც გადავიდა, ისტორიის მასწავლებელმა უთხრა, რომ მე ეკლესიაში არ შევდივარო და სათელს არ ვანთებო და გაცეცხლდა, რას ქვია ისტორიას მასწავლი, საქართველოს ისტორიას მასწავლი და რომც არ ანთებდეო მასო. ეგ ამბობს. გამიბარეს მე მივედი იმ სკოლაში. დირექტორს კი უთხარი. ჩემი შვილი მართალია. აგიპასო. მართალია. აბა ხლა ილა, საქართველოს ქართულენს ლიტერატურას რომ მასწავლი, უნდა უთხრა ბავშვს. არა, ჯერეგეთი. რომც არ შედიოდი, მაინც არ უნდა თქვა. და დააძრო ჯვარი და აჩვენა, აი მე სად გავიზარდეო, აი მე როგორ სკოლაში გავიზარდეო, ლოცვით ვიწყებთ, ლოცვით ვამთავრებ. ახალი გოგონა ხავს? ორი, მეორე სადა? მეორე. მეორე საერთოდ ვერ მოუსწრია ფორმის ჩაცვა, ხო? მივესალმოთ ჩვენ სახე. ახალი მოგიმართეთ. სადა ვართ? ხელების თორა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. სწორდი. სმენა. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ვარდიაში ვინ იყო? ბიძინა გუჯაბიძე ერთ-ერთი საქართველოს და მსოფლიოს წამყვანი მთასვლელი მიყვება, რომ ვარდიაში რაღაც გაწმენდით სამუშაოებში მუშაობდა შარშან თუ შარშან წინ და თოკით იყო დაკიდებული ვარჯის თავზე და აღმოაჩინა ის არის გასობილი კლდეში და ნახევარი საათი ვერ ამოიღო. ისეთი ძალით იყო, ეს ის არის ჩარჭობილი. და რაღაც ესეთი განცდა მქონდაო, რომ ჩემი წინაპრის ნახელავს ასე ვთქვათ ვეხებიო. ან მისი მტრის, ხო? ვარჯიას ის არის ვინასროდა მისი მტრის გარდა. და გიოს უთხარი მე დღეს, რომ აი დავაკვირდეთ ვარჯიაში და ესეთ ადგილას როცა ჩავალთ, მით უმეტეს იმ დროინდელი საშუალებებით რას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები. ეხლა თასმის შეკვრა გვეზარება და ისინი ხელით ვარჯიას აკეთებდნენ და გავაღვიძოთ ჩვენ თავში ეს უნარი შრომისა, იმიტომ რომ სხვანაირად არაფერი არ გამოგვივა. წავიდეთ ეხლა და მაგრამ ვივარჯიშოთ. წავიდეთ. ერეკლე ისუნთქე, ბოლომდე ჩადიდა ისუნთქე. არა, ნიკოლო, რას აკიცინებ მაგდაო? არა, მოხუდი.
რაც გვერდება ქართულისთვის კი ბატონო გადავიდა ბევრია ეს განსაკუთრებული დღეა ხო დღევანდელი დღე თურმე რატომ არის რაღაცნაირად აი ესეთი გამორჩეული და განსაკუთრებული ჩვენ სხვა დღეებში ჩვენი სახლის დღეა და რა არის ჩვენი სახლი თურმე დედამიწა კი ბატონო თურმე ის რაც დედამიწაზე ხდება დღეს და რა ხდება რა გავიხსენოთ ძალიან ბევრი ცხოველები გადაშენების პირზეა რატო ოთო შენი აზრით გაზრდა ის ნავთობი რომელიც იღვრება და ის ცუდი შხამია და ვერ უძლებენ კი ბატონო გეთანხმებით კი ბატონო კიდევ რატო ყველა ცხოველი დაიღუპა ზოგი წყალს ხმამდა ანუ სუფთა წყალი ყველა ცოცხალისთვის აუცილებელი სიცოცხლისთვის აუცილებელი გეთანხმებით არსებობს მომწონე ხუთში რომელიც ფურცელსაც წვრის მაშინ დაჭამდეს მე გვაქვს დაჭამდნენ ფურცელს რა ქვიაო მეორადი ფურცელი რომელსაც ჩვენ ვაგდებთ ხოლმე თურმე მისი გამოყენებაც დედამიწის მოვლა ნიშნავს შებს მიაწოდე მას. კარგია? კიდევ მეორე თეფსი. მივალნი. 4, 5, 8, 3 რიცხვი მაქვს მოცემული. როგორ შემიძლია გავაკეთო? 4 მე 8 შეფარდებული 4-თან 5x. არა, x 5-თან. და მე ვიპოვო x-ი რა იქნება. ანუ რამდენიმე პროპორციის შედგენა შემიძლია და არა 1-ის. გასაგებია ხო? გავიხსენოთ ვის შემდეგ ვინ არის. კარგი. აბა ვინ იწყებს, როგორ იწყებს? ყოჩა. სანდროს შემდეგ რა ხდება? ყოჩა. მერე ვინ არის? ძალიან მიყვარხარ. გეინაჩამე. ძალიან საინტერესო. დიდი მადლობა. ეს ვიცი. კოლგები დავკეცოთ. ზუკა, რომ მოვედი შენთან და რომ გაცმევ კოლგას, კი ამით წაგვიდი, მომედი. დაგეთ კოლგები. ხდებოდე? ბიჭები, გავაკეთეთ ასეთ რამეს. 1, 2, 3, 4. აბა შეგიძლია გააკეთო უკვე. მოდი. აბა ნახოთ. აბა 1, 2, 3, 4, 1, 2, 3, 4. მიყვარხარ. არა ნორმალურად. კარგი და კეთილი ბიჭი ხარ. 1, 2, 3, 4, 1. რა კარგად გამოვიდა. ჩვენ ვართ საწინდარი იმისა, რომ ჩვენს ახსაზრდელებს გადავცეთ სწორედ ის ცოდნები, სწორად მოვუტანოთ ის ყველაფერი, რაც ჩვენ საუკეთესო გვაქვს ისტორიის მანძილზე. ყველა ქართული საღი ოჯახი, როგორც იზრდებოდა იმ ფასეულობებით და მე ჩემმა წინაპრებმა რაც გადმომცეს, ის ღირებულებები ამათთან მომაქვს. ქეთევანი ვარ, თავადილის ბარის დასული. სამშობლო მხარეს ეთხოვები. ეგრა და მიარსა დარგადიშო. უშენობით ამში. დავით მაშნე უფალმა სიცოცხლე სასჯელად რისთვის მიგ
ბატონის ბევრად უფრო მაღალი არის. ასეც უნდა ქმარი ხომ ცოლის მეუფე და ბატონია. ეს სკოლა არის იცით როგორი სინათლის ხივი, რომ თითოეული ჩვენი აღსაზრდელი არის ჩვენი პასპორტი საზოგადოებაში. ჩვენი მიზანი ჯანსაღი გარემოს შექმნა. და ამ მიზანს ჩვენ ვაღწევთ. ცოტა ეკონომიურად დიმიტრი. მე. ნახე რამ არა ის დიმიტრი. ესეც. არის პრინციპში. გილოცავს დღევანდელ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ძვირფასო ნინო, პატივცემულო მშობლებო, ბატონებო და ქალბატონებო და უსაყვარლესო ბავშვებო. მოგესალმებით ძვირფასო მშობლებო, ძვირფასო სტუმრებო. ეხლა წარმოგიდგენთ ჩვენ პროგრამას. ეს სკოლა ისეთი გარემოა ბავშვებისთვის, რომ მართლა გრძნობ, რომ ზრუნავენ შენ შვილზე უვლიან და ყოველთვის იცი, რომ ვიღაცა მათზე პასუხისმგებელია და ეს დღეს საქართველოში მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გრძნობდე დაცულობას შენი შვილს. გარდა ამისა, ძალიან არის ქართული სკოლა თავისი განათლებით, თავისი იდეოლოგიით. ყველაზე მთავარი რაც არის, რაც ძირითადად თბილისში უკვე მეტნაკლებად დაკარგულია ის ტრადიციული მიდგომა, ის ქართული სული, რაც ამ სკოლაში ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში სწავლის მეთოდი, გარემო და ქართული სული, რაც მთავარია ამ სკოლაში არასდროს არ დაიკარგება. დიდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსა, აწნა მამის და გუნჯიგუნისამდეანი, ოლა წმინდა სამედო შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო გვიცემა გულქინა წოდოთ ჩვენ, მეუფეოსები და უშულოებანი ჩვენ, წმინდა ამოიხილე და გამხობნაზურებანი ჩვენ სახელს შემოსავლისა და თბილისის მთავარეპისკოპოსისა, იჭვინთისა და წყობაპაზის მიტროპოლიტისა დიდი სამეფისა მამისა ჩვენი სეილიასათვის და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენ თათვი იაკობ გოგოშვილის სასწაულს და განამრავლე უფალოჟავი და წელი ცხოვრების მასისან და მიუტევენ ყოველ შეწოდებანი მათნი ნებსით მინდა უნებრიეთნი Sigurilisa,
დააგლოცოთ, ერთმა გაგაძლიეროთ და თქვენ მინდა შეგახსენოთ, რომ სიყვარული ისე როგორც ქრისტიანობაში ისწავლება, სრულიად განსხვავებულია იმისაგან, რასაც გვასწავლიან ზოგადად ტელევიზიით თუ აი ერში, რასაც გვასწავლიან. სრულიად სხვანაირი არის თავისუფლება ქრისტიანობაში, ვიდრე ამას დღეს ვისმენთ გარემოში. ძვირფასო სტუმრებო, ხალბატონებო, ბატონებო, მოგესალმებით ყველას. დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელში კიკეთში არის განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დღეს ჩვენ სკოლას ყავს პირველი გამოშვება. ახლა კი მინდა მოვიწვიო ადამიანი, რომლის წყალობითაც ჩვენ დღეს კიკეთში ამ საოცარ ადგილას ვართ შეკრებილების სკოლის დამფუძნებელი ბატონი ლევან მასაძე. სოფელი წუთიაო უთქვამთ ქართველებს და ასეც ყოფილა ეთყობა. თითქოს გუშინ დაირეკა აქ პირველი ზარი ჩვენი პირველი 8 მოსწავლისათვის და თითქოს მეორე დღეს უშვებთ ამ ჩვენი სახლიდან პირველ 8 ახალგაზრდას. იქნებ ვინმეს გონია რომ ეს ჩვენ ვქენით. მე ვიცი რომ ეს ღმერთმა ქნა, ჩვენ კი შეძლებისამებრ მას მსახურებდით. ამას წინათ მატყუარა ჰოლივუდში ყოფნისას ერთმა ჭკვიანმა ამერიკელმა მწერალმა მითხრა: არაფერია უფრო მდაბიო 19 წლის კაცზე და იგი ადამიანს ემსგავსება 123 წლისთვისო. და თუმცა მე ვერაფრით დავეთანხმები მას თქვენი შემხედვარე, ერთს კი გეტყვით. ჩვენ თქვენ აქედან გიშვებთ დიდ საფრთხეშიც. მისგან ვერავინ დაგიცავთ, გარდა თქვენი ანგელოზისა და თქვენი საკუთარი ნებისყოფის. ამიტომ შეაბიჯებთ რა სტუდენტობის უაღრესად სახალისო, სასიხარულო, მაგრამ სახიფათო ზღვაში ძალიან გთხოვთ, ნუ იზამთ ყველაფერს, რასაც თქვენს გარშემო იზამენ თქვენ ხელები. გაუფრთხილდით და არ დაჩაგროთ ის დრიტა, რომელიც აქედან მიგაქვთ თქვენს გულში. და ეძებეთ თქვენი გულის სწორი, ვინც ასევე უფრთხილდება მას. როდესაც მას შეხვდებით, თავადვე იცნობთ. მიდით მე მასთან ერთად ღმერთთან და გაუჩინეთ საქართველოს ბევრი შვილები. პროფესია და შრომა აუცილებელია, მაგრამ არა მთავარი. მთავარი არის ოჯახი. ბევრი რამ გევალებათ. მათ შორის თქვენს შემდგომ მომავალი თაობების დახმარება და გაწყობა. არაფერი არ მთავრდება დღეს. აქ ჩვენი სკოლის სიმბოლოში, აი იაში. ერთად არის თქვენი წარსულიც, აწყოც და მომავალიც. ფარავდეთ დედა ბიშოპი. დილოცავანა მარიამ გასვიანი სიკეთის განსახიერება თამარ ზარნა